თქვენ უსმენთ ძველ რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. დაგიბრუნდით ძველი რადიო მიშა და ნინო დიტოსთან ერთად გადაცემის ბოლო საათში, როგორც ყოველთვის დიტო მარინაშვილი სპორტული ამბებით შემოგვიერთდება. დღემშვიდობის მივესალმოთ საზოგადოებას. როგორც ყოველთვის ჩვენთან ერთად ხარ და ძალიან საინტერესო ამბებით როგორც ყოველთვის. თქვენს გვერდით. ხო თან ისე იყო, ხო რომ წინა შაბათი ჩვენ გაგვისდა გასაგებ მიზეზთა გამო და რამდენიმე სასაუბროს დაგვიგროვდა. კი, დაგვიგროვდა, რამდენიმე ასე ვთქვათ, გავანაწილეთ, ერთგვარი როტაცია მოვახდინეთ და დავიწყოთ ბუნებრივია ადამიანით, დავიწყოთ ადამიანით, ხო 5 ოქტომბერი დაბადების დღე, დაბადებიდან 34 წელი არ თქვა ჯერ პიროვნების არ რატომ, იმიტომ რომ უდიდეს დიად სპორტსმენთან ერთად უფრო მეტი თავმად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ევრო აი საერთაშორისო სარბიელზე ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი და ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, რომელმაც ქვეყნის აი სოციალური კუთხით განვითარების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა თავის სფეროში. აი ნიკო თავად განსაჯე 21 საუკუნე ეხლა და აი ესე ქალაქურად რო ვთქვათ, ხო? უბნის მაღაზიები როა რა, მინი მარკეტები რაღაც. იქ მაბატია და ოსლეზე ეხა შეიძლება ლუდი უკვე აღარ მოგცინ. და აი ამ ბიჭის ძალიან დიდი ძალისხმევა და როლი იყო იმ საქმეში და იმ გუნდის ეხა მარტო ამის არა, რომ ჩვენ პოსლეზე ეგრეთ წოდებულ პოსლეზე მოგცეს ევრობასკეტი. როგორი შედარება გააკეთა? ორ უდიდეს ქალაქს უთხრეს რომ თქვენ მაშინ მოდი ეხა ახსენი პოსლეზე ევრობასკეტი. ხო აი ესე რომ არა გაქვს სასახლე არაფერი არა გაქვს, მხოლოდ პირდების სიტყვიერად რომ თქვენ მოგვეცით მასპინძლობის უფლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. და აი ვაი და ვერ ეძნენ თოკო შენგელიას. კი, რა თქმა უნდა, თოკო მითამაშა, აი სხვათა შორის ლოკომოტივის როლს მაშინ ამ საქმეში თამაშობდა ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშა ყაველაშვილი და თოკო იყო ჩართული აი ამ საერთაშორისო ურთიერთობების და ამის აი აუწონადი შეიძლება ითქვას ავტორიტეტის სხვა შორის ეხლა მე ცოტა შორიდან დავიწყე ამჟამად ხო ევროპის პროფესიონალ კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი გასო ჩვენ ერთ განსემაში აღვნიშნეთ მგონი შენ თუ არ ბრძანდებოდი რომ აი ეს იტალიასთან ის გაძევება და მაშინ ვთქვით რომ იმას დიდი ალბათობით ვერ და არ მოყვებოდა დისკვალიფიკაცია და ასეც აღმოჩნდა რაღაცა პატარა ფულადი ჯარიმით შემოიფარლნენ, მაგრამ ის რასაც თოკო მოედანზე აკეთებს, ხო? ნუ ეს წარმოუდგენელია. მოდ დავიწყოთ იმით, რომ თოკო არის კალათბურთელების ოჯახის შვილი, კახა შენგელიას ნუ საზოგადოების ეს წარდგენა არ ჭირდება და რომ მოვად რომ კახაზე აუცილებლად გავაკეთებ პორტრეტს, იმიტომ რომ კახა არა მარტო როგორც თოკოს მამა, არა თვითონ კალათბურთელი ამას იმსახურებს. გალდონო ქეთი შენგელია ასევე კალათბურთელი გახდა და მთელი ცხოვრება კალათბურთს ემსახურება. დაიწყო კარიერა 16 წლის ასაკში ვალენსიას ახალგაზრდულ გუნდში და 2010 წელს გახდა ისტორიაში პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინაც ევროთასი მოიგო. 2012 წელს უკვე იმდენად ნიჭიერი რომ დრაფტის მეორე პიკზე ხდება იქ იმ საოცნებო ოკეანის გაღმა NBA-ში და ხდება მეოთხე ქართველი სტეფანია ცქიტიშვილი ფაჩულიას კვალ, ვინაც NBA-ში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება, იმიტომ რომ ფილადელფიამ აირჩია მეორე პიკზე, გაუცვალა ბრუკლინს და აი ესეთი ბიჭი რას გვიერ? თოკო არო, თოკო სკამზე არ დაждდება, ხედავს დასვეს სკამზე, ეგრევე ბრუნდება ევროპაში და იქ იწყება უკვე ბასკონიას რიგებში ესპანეთის ჩემპიონი ხდება კი არა, უფრო სწორედ აქ მე არ ვამბობ სწორად ბასკონიას ხდის ჩემპიონს, ისევე როგორც შემდგომ ვირტუსი გახადა, ბოლონიის ვირტუსი იტალიის ჩემპიონი. თოკო მის რიგებში კი არ ხდება. ეს გუნდი თოკოს მეშვეობით ხდება, იმიტომ რომ იქ ორივე გუნდში ქარიზმატული ლიდერია, უპირობო ლიდერია. არ ვიცი ხა, ნუ საოცრება არა და აღარ ვლაპარაკობ უკვე, ხო, ის აუცილებლად მინდა ვახსენო, ანუ აი ეხა იმიტომ რომ საერთოდ არ შევეხებოდი ამ თემას, იმიტომ რომ იყო ეს, ნუ არ ვიცი ხა რა უწოდო რა არასახსენებლები ეს ვითომ რენეგატები და ის რომ ეს CSKA-ს პერიოდში გადარებული. ეს რატომ უნდა გავიხსენო, იცი CSKA? ეხა CSKA მიშამ კარგად იცის ამ სალდაფონების ამ და გენერალიტეტის გუნდი რაც არის და ის ერთადერთი კაცი ეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. რომ CSKA-ს კონტრაქტში ჩაადებინა, რომ ყველა სანაკრებო თამაშზე კლუბი არ ქონდა მნიშვნელობა იმას იქ ეკნებოდა თამაში კლუბი იყო მოვალე რომ გამოიშვა და ყველა თამაშზე ჩამოვიდა. ეს რატომაც იმა დაავიწყდათ მე, რომ შენ CSKA-ში რა გინდოდა. მე თვითონაც თქვა რომ
მე აღმოჩნდა როგორც მოვლენების განვითარებამ რომ უბრალოდ ალბათ თუ ჩემი ერთ-ერთი შეცდომა იყო CSKA-სთან მაგრამ ამაზე არ არის საუბარი თვითონ ეს ჩაადებინა აქ როგორი რეკორდი დამყარებული მოვიძიეთ სხვათა შორის მეც ნუ სხვებმაც ეხ კოლეგებმაც და ვერ იპოვეს რომ 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში ჩაატარა 2 თამაში. ჯერ ვირტუალურ შემადგენლობაში ევროლიგაზე გადმოფრინდა 24 საათზე ნაკლები დრო იყო მთლიანად ამ იმაში და აქ ეროვნულ ნაკრებს ულიდერა ჩვეული შემართები და ჩვეულიმით. ევრობასკეტზე რომელიც თბილისში ჩატარდა უმძიმესი ტრამვის გამო გამოტოვა და იტალიელები ეხოცებოდნენ რომ ბიჭო სარეაბილიტაციო იდეალური პირობები ან ჩვენთან ან მიუნხენშიო არ მოცილებია ბიჭებს ერთი წამით გვერდიდან. რა ის რეაბილიტაცია უბრალოდ ის რომ 10%-ით მეტი რო ქონდა სარი მხრით გავიდოდა მოედანზე. ეს ხო გადაუჭარბებლად ხდება. ამას მოწმოს წლეულ ზაფხულში ბარსელონასთან 3 წლიან კონტრაქტს აფორმებს და უცებ დგინდება აი ამ დეტალური გამოკვლევის შედეგად არითმი უკვე მოხსენება სპორტსმენი კი არა ნებისმიერი ადამიანის სერიოზული რისკი ასაკი უკვე ხო 34 უკვე არა შვენივრად არის დაფრინავს ვენაცვალე მაგრამ იმას თავისი ხო მიაკ ეხა ეს ობივაწელი ვერ ხედავს ამას მაგრამ იმის უკან რადგან ბოლო მე და შენ მაინც ხო ვიცით არა რა ის რა ნაკრებით პირდა რაც იკითხა პირველ თამაშო მორჩა გავიდა ისე ჩვეული იმი დაფრინავს ბიჭი რა რაღაც აოცნება ნუ ეხა რამხელა რომიწილი გაგვიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანა სადარ ეს ევრობასკეტზე ესეთი წარმატებული ეხა არ ვიცი მე ერთადერთი და კიდე ერთი მინდა აღვნიშნო ორი დეტალი შენებართვით 4 ევრობასკეტზე ისტორიაში ქართველ კალათბურთელთა შორის ანუ ქულებით არის 357 ქულა აქვს და ოთარ მიხეილოვიჩ ნუ ეს ქართული კალათბურთის პატრიარქს 10 ქული ჩამორჩება და ეხა მომდევნო ევრობასკეტზე და იმედია რომ აი მე მაგაზრის დაშვება არ მინდა რომ თოკოს ხელში ჩვენ ევრობასკეტზე ვერ მოხვდეთ მომდევნო ევრობასკეტზე ჯერ მაგის შესარჩევი ეტაპი არ დაწყებულა რომ აუცილებლად პირველივე თამაში ამ შედეგზე აუმჯობეს მაგის როუზე ჩვენს ნაკრებში ზედმეტია საუბარი და კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო რომ აი განუზომლად დიდი ამ ბიჭის როლი 8 წელი ამაგი საკუთარი ქვეყნის მიმართ იყო ესეთი ეპიზოდი მე ხა რა თქმა უნდა დეტალებისგან მე ვიტყვი ძალიან სუდ რაღაცას ეხლა კარგი გაგებით. აი მე პირადად ხო? აი ბოდის მოვიხდი, ოღონდ ალბათ ვამბობ, მე რო თოკოს ადგილზე ყოფილიყავი, საერთოდ წავიდოდი ქვეყნიდან. რა რაღაცა იყო იქ მამამისთან მიმართებაში. ამან არ არსებობს რა, აი საკუთარი ქვეყანას რო ვინმე და რამე ანაცვალოს. და წარმატებები ვუსურვოთ დრო ძალიან კი. რევას ჩელებაძე. რევაზი არ სახელი არ ვიცით ჩელეპელი ისტორიაში ორადორი ქართველი ფეხბურთელი იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ვიზეს ტრიბუნების კანდიდატებდა ერთი დიდი მესხი რო იწყებდნენ მესხი და მერე იყო ჩელეპელი აი მთელი სტადიონი გვინავდა მოდი პატარა იმას გავაკეთებ შესავალს რომ ალალად მოვიძიე და ვერავინ ვერ მითხრა და თუ ვინმე მეტყვის და ვსდები ყველაზე გავლენიანი ყველაზე პოპულარული პიროვნება ამჟამინდელ ეპოქაში კი არა საერთოდ ქობულეთის ისტორიაში რაც ეს დაბადა მშვენიერი ეს პატარა ზღვისპირა ქალაქი არა იმიტომ რომ ამაზე გავლენიანი და ამაზე პოპულარული ადამიანი ეხლა დღესაც 70-ის გახდა ჩვენი ვლადიმიროვიჩი პატარა ბიჭივით არის ისე და კიდე რა მოხდა ეხლა კალათბურთს თამაშობდა საკმაოდ კარგად. 17 წლამდე თამაშობდა კალათბურთს. აი 17 წლის ასაკში უცებ მოინდომა ფეხბურთი. არა, მაინც მინდა ფეხბურთიო და ასეთი გვიანი ასაკის დროს რო შედიხარ, ხო 17 წლის და იქ სერიოზულ ფეხბურთელობაზე ვერც იოცნებებ. 2 წლის შემდეგ ხვდება ბათუმის დინამოში და პირველივე სეზონში გააგო 30 გოლი. ტალანტი, ნუ და კიდე გაუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი როცა მე ერთ ცხონებულ ფეხბურთელზე მაღლა ვაყენებ ხოლმე, ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის არ ვახვი, რა თქმა უნდა, თავს. ისი რა რამდენიმე პროფესიონალისგან მსმენი ასეთი რამ, რომ ეს 21 საუკუნის ფეხბურთელი იყო და რით ყველაფერს ერთი შეხებით აკეთებდა, ერთი შეხებით ურტყავდა, ერთი შეხედვით აკეთებდა პასს და ქონდა ძალიან კარგი გადაცემა. გოლის ალღოს გარდა მოედნის ხედვის და აქმის ბრწყინვალე. ეს ყველაფერი აჩვენა უკვე რომ გავიდა 40 წელი და თურმე ეს ფეხბურთი მოდის.
და რატომ მიაჩნდათ მაშინ ნაკლად იცი რომ ბურთს იშორებსო კი არ იშორებდა თამ სწორად თამაშობდა და უსწრებდა იმიტომ რომ მაშინ ყველა ათრევდა ბურთს ეგრეთ წოდებულ მატაობას რო ვიძახით ყველას თითქმის ჰქონდა ზედმეტი მოძრაობები რასაც თანამედროვე ფეხბურთში გამორიცხულია მიშა თავს აგაცლიან ტრიბუნის ბოლო იარუსზე შეიძლება იპოვო რას ეს თამაშობდა სწორ ფეხბურთს რომელიც უკვე 21 საუკუნეშია რა ყველაფერი ჰქონდა რა აბსოლუტურად თბილისის დინამოში კარიერა მერე ძალიან დიდი სამსახური გაუკეთა ლანჩხუთის გურიას და მშობლიურ ბათუმის დინამოს პირადად ჩემთვის მე სულ ვეუბნები ხოლმე რომ კაცო მე ისევ სუბიექტური აზრია ჩემთვის სწორად გამიგეთ 13 მაისზე დიდი აი არის 3 სექტემბერი 76 წლის 3 სექტემბერი ჩემთვის სიდიდით იმას კი არ ვაკნინებ 13 მაისს ჩელემ მაჩუკა ის თასი და ჩელემ აცხოვრებს დღეს იმ თამაშის პერიპეტიებით თავად განსაჯე ყიფოს პირდაპირ დააწება შუბლზე ბურთი და ძალიან მძიმე თამაში იყო დასაწყისი მაშინ სხვა შორის სომხების უპირატესობა იყო მცირე და არ იყო ეს ანგარიში რო იტყვენ არ შესაბამებოდა მთლიანობაში იმ დინამიკას და სირთულეს რაც იმ მატჩს ახალდა და როგორც დაიწყო და მე მესამე გოლი თვითონ გაიტანა ეხა ჯერ ყიფოს გაატანინა მაგან გარდათ ეხა მესამე თვითონ მეტი რა გაიგეთებინა და ვეუბნები რომ შენ ყველაზე დიდი სიხარული აჩუქე მეთქი ჩემ და კიდე რამდენიმე თაობას თორე ეხა აი ნუ ყველაფერს თავი დაანებო რა კაცი რომელსაც მარაკანაზე აქვს ნათამაშები და საკმაოდ მიუხედავად იმისა თვითონ მიიჩნევს რომ არ წამივიდა თამაში კისერი მქონდა გაშეშებული და ბესკოვს ვეხვეწე ნუ დამაყენებო და ბიჭო ესე ჩანს ცხოვრებაში არ გექნებო ისე სხვათა შორის ეს 80 წელს ხდება და ისე ჭყალებში გაგებით ეს ქართველ მოძულე ბესკოვს მარაკანაზე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ სამი ქართველი როძერიზაში ჩელე საშა და ჭომი ყავდა ხო ნუ ისეთი მომენტია ეს ჭყალებში გაგებით თორე არ ვიცი არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ეს 80-ში მოსკოვში ოლიმპიადაზე ნუ ყველა ტიტული თბილისის დინამოს რიგებში მოგებული აქვს ნუ აი 13 მაისის გარდა რა შეკითხვა აქვს რატომ არ მოხდა იქ 13 მაისს ხო ბიჭო რა არის თვითონ ყდება ხოლმე სიცილით მე ვეუბნები რომ აი ღირდა მეთქი რა ვლაძიმიროვიჩი მე მაგას ვერ მოყვები რატო თვითონ უნდა მოყვნენ რა არა ვინმეს და რამის კი არ მერიდებ მაგრამ რაღაც არ როგორი მომენტია აი ის ერთი მეცახელის გამომეთქი ხო მაგრამ აი პირადად მე მეთქი და კიდე რამდენ ათეულ ათასობით ადამიანს ის მეცახელი უღირდა მეთქი რომ იქ ფინალში არ იყავი ესე ზვარაკად შემოგწირე მეთქი და უნებლიეთ მოხდა ყველაფერი სპონტანურად და უნებლიეთ გაბიჯლოდ არ მოხდა რა ერთი მეცახელი რამაც შელე დატოვა ფინალს მიხვდა თორე წარმოუდგენ როგორ შეიძლება და ჯერ რამხელა რისკი იყო ბიჭო იმაზე ეფექტურად ერთი ფორვარდი წავიდა გუნდი ჩონებული ბაბუშია და ერთი პორვა ეხა იმას რაღაც დამართნო და ანისა მე სად მიდიოდი თავდასხმელი მეტი კი არ ყავდა ბიჭია მაშინ გამიგე ჩელ არა ჩელ ნუ ისე რამდენი ანეკდოტი დადიოდი ჩელეზე მახსოვს ნინიკო ეხა ბოლო პერიოდში ალბათ დამეთანხმები რომ იუმორი უმეტესწილად ხო აი ქართველებს უდეს ნაწილს ხო იუმორით სავსე გახდა რაღაც სალკარა კერძო სალკარას რაც გულისხმობ თვითონ შენ რო გეხუმრებიან ეს ნორმალურია და მე გულისხმობ ხალას მაგრამ აი თუნდაც ხალასი უნებლიე შენ რო ვიღაცა ეხუმრები ის უკვე ხშირად იმრიზება შეურაცხყოფად იღებს. ჩელი არის ერთადერთი კაცი რომელიც მასზე არსებულ იუმორს აგროვებს და მერე თვითონყვება. არა, და მერე თვითონყვება. ამას მოყვები, მაგრამ მე მინდა აი ისევ ხსენებულ არარათა გავახსენო საზოგადოებას ის თამაში სხვა შორის ძალიან გულმავიწყი და ცუდი მეხსიერების მქონე ხალხი. ჩემთან და უბრალოდ ვამბობ. ჩელე შედგა მთელი საქართველოს ზედ მოხდა ასეთი რამ რომელიც წელი იყო მიშა გამახსენე რა მოკლედ არარაც ვეთამაშებით ერევანში არარაც აქვს უდიდესი უპირატესობა რა აი გადაგვიარა ზედ 1-0-ს გვიგებს აი როგორ უშანსოთ ვთქვათ იცი საჯარიმოს ვერ ვეკარებ 95-ზე წკაბ ჩელემ გაყო თავი გაათანაბრა ბიჭო ახაც აი ჩაუსაფ და გაათანაბრა საკულა მოგვა იმდენად დიდი უპირატესობა ქონდა რომ მთელი არარატი ხო წამოვიდა წინ და მეკარე წამოვიდა ალიოშ აბრამიანი და ნერვიულობისგან ააცილა ბურთს ფეხი და ჩელე ბურთიანად შევიდა ცარიელ კარში და დაარტყა და გარედან მოარტყა ცხონებული შენი ისა კოლეგა გადმოცემდა მაშინ ნუღელი აყვირდა ნუღელი გოლიაო დაინგრა ყველაფერი და ამ დროს გარედან მოხდა არაპატიეს ეს და ისი რატო ვარ გამწარებული კი დიდ ტრაგედია იყო მისთვის ჩემთვისაც ყველა მაგრამ ის ქულა
ერთ-ერთი გათავდა ჩელემა იყო და ამის შემდეგ 2 წუთი იყო დარჩენილი ხარიხას გაარტყა ნახევარ ბრუნით ეს ყველაფერი დაუიწყეს ბიჭო და ალბათ ხო შეიძლება თქვა რომ ჩელე რო არ ყოფილიყო ი როგორ საკუთარ ყურებს შენ ერევნიდან იმ თამაში შენ იმ ქულას ვერ ნახავდი საჯარი მომდი არ მისულა მთელი თამაშის განმავლობაში და ნუ დაუკარგავ გაზდა ნუ აღერებ ამდენ შეურაცხყოფას რა და ანეკდოტებს რაც შეეხება ორი მინდა გამოვარჩიო ძალიან ერთი ეს არის ბიჯაჭული ამირანი რომელიც სწორედ ამარათიდან წამოვიდა და ყვება რომ რო ამოვიდა მივედიო რა ამირათან მივედიო და თან ასახონათო ამირა ბიძიაო რადიო იციო და აღარ შემიშველე რამეო და რა გჭირსო ბიჭო შევაგდებ გოლსო მაგინებენო გავაფუჭებო მაგინებენო და მოიცე რომელი ხარ ეს ვერ ხედავ ერთი მოიცე ჩელებაძე ხარ ბიჯაჭული არ ვიყო შენ და მეორე ანეკდოტია ბიშას უყარს განსაკუთრებით პერეფრას აკეთებს ხოლმე ხშირად რა რო დინამოში ახალი ჩამოსულიაო და რაღაც სუფრაზე მოხდაო რა ანეკდოტია ეს რა თქმა უნდა მოგონი რომ და ამბობს რომ ბიჭო დავისვენეო ამოვისუნთქეო რა ნუ ხო ახლა თბილისიაო დინამოა ახლა სადო ბათუმის დინამო სად თბილისის დინამო არა მაგიტო არაო ბიჭო იქო დედას მაგინებდენო და აქ ჩამომყვანსო ჩელე არა სხვათა არ ვიცი რა საოცარი ის უნდა აღვნიშნო შემდეგ კარიერაში იყო ბათუმის დინამო შუქურას პრეზიდენტი რუსთავის მეტალურგიის პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მოკლედ ჩელეს პენალტი რომელიც უნიკალური სანამ მე ცოტა ალღო კი აუღეს და უკვე ძლიერ პენალტს ურტყავდა ეს პანიკას პენალტი იყო აი მართლა არაფერი იმასთან შედარებით რა თავიდან როგორ აგიჟებდა მიგორავდა მიხოხავდა ბურთი და ინგრეოდა სტადიონი მეკარეს იჭერდა ცრუ მოძრაობაზე ერთ კუთხეში აგდებდა და აგორებდა ბურთი კი არ ნელი ტემპით კი არა მიხოხავდა ბურთი რა რაღაც აუცილებლად აკეთებდა არა ნუ არაფერი და ის აქ ის უნიკალური თამაში რო გაიმართა თბილისში გახსოვს შენ 90-იანი შუაში ჩელეს კარიერა უკვე დამთავრებული ქონდა გახსოვს იცი რომ სამთავრობოთა შორისი უდიდესი ის ქონდა ნუ ეხა ხო ვიტყვი ერთ რაღაცას რომ ეს პოლიტიკას არ უკავშირდებოდა რაღაცა მოხდა მოკლედ ჩელე დაგვიტუსაღეს ვადიკავკაში და რაღაც ამ კასრად დაიშას უპირებენ როგორც ის არა ნუ კანონმდებლობით რაღაც მოკლედ ნუ ეს არა ხო და ბიჭები ვენაცვალე რა იყო და არ შეიძლებაო რა ეს დატოვებაო და შევიდნენ ამბროსევიჩთან რა ვქნათო და მაშინ სამხრეთი მეთქი კაც სამხრეთი ოსეთის ხო ერთი ოსეთი იყო ჩრდილო ოსეთის ის იყო ახსარბე კალზოი რომელიც ჩვენს მეურთ იყო ისეთ კეთილგანწყობილი ლოიალური ხო ასე ვთქვათ რა კეთილგანწყობილი ცოტა ხმამაღალი სიტყვა ლოიალური მოვლენ ედიგას მოაწვევინეს გალაზოვი გაიმართა სამთავრობათა შორის აი პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა და მერე იმხანად გამორჩეულ მაშინ ეს იყო მეგა ბერიკონში რაღაცას ხაპრული ისა სუფრა რაღაც ხაპრული ეხა ის სუფრის პერიპეტიებს აღარ მოყვები ეკიდე ძალკე მოდი ჩელი გამოიყვანე გავიდა იქა ჩაყირობდა ბიჭო იქო ციუნიამს არ მაკარებდენო და რა ვიგე ხოცე რა სინკლავდითო თავს არა ნოსები ის თვითონეს საფეხბურთო სამყაროდეს არ იქო შენურად ვიყავიო რა არ ვიცი მე დარწმუნებული ვარ რომ ქობულეთში ეს შუქურა ისევ აკიაფდება იმიტომ რომ 70 წელი ვისთვის როგორ და ჩელესთვის ეს არაფერი არ არის რა უდიდესი ნიჭი აქვს უნდა მივიდოთო და უსურვოთ რომ ამას მოგვასწროს რომ მოგვაწევს ესეც უთხრათ მსვენებს ბატონო არ ვიცი გარავინ არის გარავინ არის ითერისთვის და ეხა ლევან სკიტიშვილი ხო კიტო აუცილებლად 10 ოქტომბერს დაბადებიდან უკვე მოიყარა სკიტომ წლები 49-ის შესრულდა 49-ის აი ისი როგორი მომენტია აი ეს მას რო ქონოდა ბავშვობიდან აი ის ფიზიკური სულ მაშინ ეს თაობა ფაქტიურად დაღუპა არასათანადო ფიზიკურმა კონდიციებმა რაც მათი ბრალი კი არ იყო იმ აღზრდის პროცესის შედეგი იყო უნიჭიერესი ეს იყო უმაღლესი ფილიგრანული ტექნიკის მქონე მოედნის საუცხო ხედვით მოტყუება პასი დარტყმა დავიწყოთ იქით რომ თბილისის დინამოს აღზრდილი იყო თბილისის დინამოს რიგებში ყველაფერი მოიგო ქონდა კარგი საერთაშორისო კარიერა გერმანიაში მას სხვა შორის 2003 წელს მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა ფრაიბურგი მაშინ კობის და იაშკასთან
ალესანდრე იაშვილთან ერთად სამივე ქართველი ერთად მოიყარა. სულ 111 საბუნდესლიგო შეხვედრა აქვს ჩატარებული და ეროვნულ ნაკრებში დადიან დიდი წვლილი მიუძღვის, იმიტომ რომ 95 წლიდან მოყოლებული 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და როცა იმ ხანად ჯერ ნებისმიერი ფორმაციის ნაკრებში კაპიტნის სამკლაური ეს უდიდესი აღიარება და ის არის და აი მაშინ რო ნაკრების კაპიტანი გახდა რამდენიმე თამაში და ერთ-ერთი იყო იტალიასთან. ხო და ეხა იტალიასთან კაპიტნის სამკლაურით გადიხარ, ეგ ჩათვალე რომ ეგ უდიდესი ავტორიტეტი და ეს მეცაც გააკეთებდა ნაკრების დონეზე, უბრალოდ ძალიან უყვარდა კლაუს ტომეოლე ჩვენთან და აი მე ეს არგენტინელი რომ მოვიდა ის ექტორ კუპერი იმა რატომაც აითვალწუნა რა რას ერჩოდა არ ვიცი. ვერ გეტყვი, ამჟამად არის საქართველოს სულძალის ასოციაციის პრეზიდენტი და აი პირველ რიგში ლევას მინდა მიულოცო, რომ ახლა საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მეორედ მოხდა, სულ ახლა და თან ჩვენთვის რაც ყველაზე გასახარდა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე არა ის გადამთიელი ბრაზილიელები და ვაფშე იქ უკვე ეგ თავის მოტყუება იყო, მეტი სულად ქართველები დაკომპლექტებული, სულად ჩვენი მოთამაშეები დაკომპლექტებული ნაკრები, ესე ალალად პატიოსნად გავიდა ევროპირველობაზე. არა, ნუ ეხა ასოციაციის პრეზიდენტია და მუშაობს კაცი და ის და კიდე ეხა რენე არ შეიძლება ამ რენეგატების იყო რაღაცა ისეთი ეპიზოდი და ეს რაღაც ის ხო წამოვიდა ის რომ ეს თითქოს თვითონ ძალიან განათლებულები მყვანან და თითქოს აბულბულებენ და რაღაც ეს დემარშის მაგვარი მასე რაღაც მაპროვოცირებელი და მათ გასაგონად მინდა ვთქვა, მაგრამ ის ლევან სხვათა შორის ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი რომ არა მარტო ჯორჯ ორუელი და ქართველი კლასიკოსები არაერთი უცხოელი დიდი მწერლის ნაწარმოები აქვს წაკითხული და გადაფურცლული. ასე რომ ხო აი იმათი განათლების მე ვერაფერი ვერ გავიგე სადრ, მაგრამ აი ლევანის განათლებას რაც შეეხება ძალიან კარგად ვიცი რა. ნუ უბრალოდ რა იყო იცი, იყო არაფერი რა კლასიკური პროვოკაცია და მე მაგაზე რომ ბიჭო ფუტბოლისტია და მეტი რასველი აი იმადგან რასველი, თორე ამადგან რასველი აგერ ეხა ვთქვი და რას მიახსია და რა შეძლო. კი ბატონო. კარგი და კიდევ ერთი ფეხბურთელი 10 ოქტომბერს დაბადებული ჯანო ანანიცე. აი ხო, სხვა შორის მაშინ პატარა ის ერთ სიტყვით გავაგზელებ ჩელეს თემას, იმიტომ რომ მე არ მithქვავს იქ და ეს პირდაპირ კავშირშია, რომ ჩელე ერთ პერიოდი იყო საფეხბურთო აგენტი, ბრაზილიაშიც იყო ჩასული მაშინ და სხვაჩორის საფეხბურთო აგენტობა და კურიტიბას პრეზიდენტს უთხრა რომ შენ ვარიციო მე პელე ვარო. მაგრამ იგივე 100 მეტი შეცვლილი აი დაუწერა რა ჩელე და პელე და იქ ჩემებისთვის პელე ვარო. იმიტომ ვამბობ რომ ჩელე რომელიც პელეზე დიდია და აი სწორი ჯანო ანანიცე არის ჩელის აღმოჩენა. მე ჩელის რაღაცა ეჭინა რაღაც ცოტა დაიბოხვა ვლადიმიროვიჩ, მაგრამ ეს მე ასე ხარისხოვანია დავიწყოთ იმით რომ ჯანო ანანიძე არის ქობულეთელი ჯან. ბიჭო, რამდენი შეუსრულდა ხალხო არ გითხულობთ, სულ რაღაც 33 წელი ეს ბიჭი. ისე ბედია პატარა ბიჭია, მაგრამ დაეშალა ორგანიზმი, ამას მთლიანად დაეშალა. მაგრამ ეს ბიჭი განსაკუთრებულად რატომ მიყვარს და რატომ სიმპათიებს ამას ახლა ავხსნი. მამა იყო ფეხბურთის მსმელი, ცხონებული ამირანი. მამამ ძმაკაცის საპატივცემულო დაარქვა ჯანო. ახლა ნახე რა ხდება. დედით არის სუფთა რუსი. ქალბატონი სვეტა საკუნოვა ყავს დედა. რატო უსვავ ამას ხას? ჩელემ გაუჩარხა კიევის დინამოში ადგილი, იმიტომ რომ იქ ისეთიც მაგასები ყავდა, სხვათა შორის იქ ის არ მithქოს რომ ბესონოვის ოჯახი ჩამოიყვანა და უპატრონო მთლიანად იქ ვალოჯა ბესონოვის აი ჩერნობილი რომ მოხდა და ის რომ იყო ანდრეი ბალიშვილის ნათლია. არა, ჩელე ყველგან არის. ყველგან ჩელია და ყველგან დიდია. რა მოხდა იცი? დაუწყეს უხეშად რო თქვა ის ჩალიჩი რომ მიიღე უკრაინის მოქალაქეობა და ითამაშე უკრაინის ნაკრები იმაში ახალ იმაში რაღაცა აი ეს პროცესი მიდის და ეს ის ეპოქაა რა ჩუმად ხდება კულუარულად და მოქალაქეობასაც თავაზობს არა ეგ მე მოიცა ჯერ უკრაინა ხო არა იგივე ხო მაგრამ ეხა ესენი როგორ მოიქცნენ ნახე რუსებმა შეთავაზეს და ეხა იქ ძალდობა და ის არ ყოფილა ესენი როგორ მოიქცნენ ნახე ჯანო გამოიძახეს ჭაბუკთან ნაკრები საქართველოს ჩვეულებრივად და რისი მოვალეც FIFA-ს და UEFA-ს რეგულაციებით უნდა ჩამოვიდა ბიჭი რა ასქვი ერთ წამი არ გააფრთხილეს და გუნდა გარიცხეს აი ეს არის ხა ამათი ის რა არ მინდა ეხა რაღაცა ვთქვა ეგ რუსს არ გაუკეთებია რუსის თავაზობდა მოქალაქეობა ბოლომდე გვიერთგულა ბოლომდე ამას ვერნაცველი ბოლომდე გვიერთგულა ეროვნულ ნაკრებში 2009-19 წლების რაღაც აი ეს ამ პერიოდში 45 მატჩში 7 გოლი
არ ვიცი რა და აი ეს დაშლილი რა ეს ქრონიკული ტრავმები და ბოლოს ორივე მუხლი ჩაეშალა ფაქტიურად რა ბიჭ ეხლა იმ მდგომარეობაშია სიმართლე და ალბომი შეიძლება არ ვიცი რომ აი უბრალოდ ისე ვერ ჩავიდეს ეზოში სათამაშოდ უკვე ისე ქონდა და აქ აღნიშნავ რომ ეროვნულ ნაკრებში ისტორიაში ეროვნული ნაკრების იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც ჰქონდა დებიუტი და არც მეტი არც ნაკლები ჰქონდა იტალიის ნაკრებთან იქ მოლდოვასთან და იმასთან გერა იტალიის ნაკრებთან ჰქონდა დებიუტი და ახლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი ამ ბიჭის კეთილშობილებაზე მეტყველებს რა ეს არის სულ რაღაც 2 თუ 3 თვის ამბავი წლების ზაფხულის პერიოდი ახლა აქ რაღაც ბადარ თავის იმით დანაზები და მეგობრები ქობულეთში აქ სამშენებლო ბიზნესი რაღაც ბადარა და არც მეტი არც ნაკლები მიუხედავად იმისა რომ ეს კომპანია არ არის ამ მეგა კომპანიებს შორის ესენი ჩვეულებრივი სამშენებლო კომპანია ადგადა ჩვენ იმას ამ უნიჭიერეს ულამაზეს გოგონას ეთო ლიპარტელიას პირველ გასოფლიო ჩემპიონს შენ თავი შენებარე корпуში აჩუქაბინა თავი შენებარე корпуში ეხა ჟესტი ნახე ნუ წარმოგიდგენია აჩ ქობულეთში რა აი ესეთი ბიჭია რა საყურებელი ეხა დამეთახმე მე აღარ ვლაპარაკობ რამდენი ქართველია ესე გამამლუქებული და წასული და ეს კაცო დედა რუსი ყავდა და ისეთი ცნუნება თან ძიმე პერიოდი იყო მაშინ იცი ეს არ იყო ეს ოქროს თაობა მოსული რო დღეს კონკურენცია და დღეს პრესტიჟია არა მაშინ ძალიან ძიმე და რთული პერიოდი იყო და კარიერასაც აიწყობდა დიდო ბატონო კარიერასაც აიწყო რა ნუ ეხა მოსკოვი ეხა მთელი კარიერა მოსკოვის სპარტაკში რუსეთის საუკეთესოებსურვილი და აგარი ბიჭია ვენეცუელი ძალიან თან უკეთილშობილის ეს მაგის მამაღალი სიტყვა კი სადაც გაგიგია სიტყვა და თქმა და დაგჭა კიდე არაჩვეულებრივი სპორტსმენი იცნობ შენ კარგად ნოდარიჩ ნოდარიჩ ასე ვაფასებთ უმცროსი ხიზანა ხო უმცრო ხო ნუ იმიტომ რომ ეს დინასტია ნუ ასე ვაფასებ ხოლმე რა ხო არ მიწყეს ეხა იც რომ ეს არის ტრენდი ბომონდის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი და აქ რა ეს ყნოსვა კარგი არა მარტო საფეხბურთო მოედანზე არამედ ცხოვრებისეული ხიზანა მუდამ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდება ეს ნიჭია ადამიანის ამაზე ერთეულები ახერხებენ უფრო პირიქით არის ხოლმე ცხოვრებაში ხო უფრო პირი ეხ მართლა სერიოზულად მიყვართ დავიწყოთ ის რომ დიდი დინასტია აქვს საფეხბურთო დინასტია აქვს მამის იყო საკმაოდ კარგი ფეხბურთელი სერიოზული ფიგურა თბილისის დინამოს და იმ წარმატებების ერთ-ერთი სული შემდგმელი და აქტიური ის ძალიან ნიჭიერი და უკეთილშობილესიც მაღავს გია ხიზანიშვილი სხვა შორის აი ხა ჯანურ ვახსენე იმის იმაზეც გიასის კონდა ძალიან დიდი შეწეული იგივე ყარასამართებაში გია სახელით ერთი პერიოდი ფიგურირებდა მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული ნიჭის მქონე აი ამას რო ქონოდა ცოტა მეტი ყველაფერი ქონდა რა ეხა ნახე უნივერსალი იყო ბიჭი თამაშობდა 3 პოზიციაზე ეს უიშვიათესი რამ სამივეზე წარმატებით იყო ცენტრალური მცველი იყო მარჯვენა მცველი და ეს კეცმა გადაიგე და მიჭირსო ბიჭო და საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებდა ეხა საყრდენ ნახევარმცველად ცოტა ნუ ის მიუხედავად ამის აი ცოტა ის წყალებში გაგებით და კიდე ერთხელ ვამბობ იმ ეპოქაში გაზრდილ ფეხბურთელი მათი ბრალი ნაკლებად არა შეიძლება ვიღოთ არა ის მიდგომა ის ხო არ იკარგება ბუნებრივი ეხა ნახოთ კარიერა დაიწყო ბუნებრივია სად მივყვანდა ეხა ნოდარი მივყვანდა თბილისის დინამოში ხო იუდა დაიწყო ყველაფერი მოიგო აქ ჩვენთან 20 წლიდან 20 წლის ასაკიდან იწყება უნიკალური კარიერა ბრიტანეთში 11 წელი ჯერ ეს დანდისა და რეინჯერსში ხო ნუ დანდიში მაშინ მისი მეგობარი იყო და სანაკრებო თანაგუნდელი კაპიტანი ჩვენი ნემსო ვაჟაევიჩი გიანემსა მისი რეკომენდაციით მოხდა რეინჯერსთან მოიგო შოტლანდიის ვიცე-ჩემპიონობა და ლიგის თასი მერე და აქედან მერე უკვე იწყება ალბიონებში უკვე პრემიერ ლიგები და ის ну ეხა ბლეკბერნი ნიუკასლი და ну მერე უკვე ბოლოსოდა რედინგი იყო ეს ქვედა დივიზიონს მაგრამ ბლეკბერნი და ნიუკასლი ეს იმხანად ნებისმიერი ქართველისთვის აი როგორი ოცნება იყო არა ტყმილ სიზმარში რო ვერ ვნახაო დაახლოებით ასე იყო აღნიშნო ეროვნულ ნაკრებში 99 წლიდან 14 წლიანი კარიერა ჰქონდა 92 შეხვედრა ჩაატარა
და მეცაც გააკეთებდა, არ ვიცი, ნუ მაშინ რატომღაც მიიჩნია, არ ვიცი რა მოხდა. შეიძლება კულუარული იყო, შეიძლება მართლა ისეთი, მაგრამ ეს ხედვა როგორ უნდა ქონოდა ბიჭო ქეცფას, რომ ისო ნაკრების გაახალგაზრდობა უნდა დავიწყო და ეს დღევანდელი ეპოქა კი არის, რითი და ვითი უნდა გაახალგაზრდო, რითი გაახალგაზრდო, სად იყო გასაახალგაზრდავებელი ის კონტინგენტი სათხავდა და ეხა ხიზანას რო ეტაკები და გუნდი ლიდერი იყო მაშინ. გუნდის უბერო. ნუ მოკლედ აი ესე დამთავრდა მისი ის და იქიდან მოყოლებული ეხა არის ჩემო ბატონო სამსონო კარიერაში ერთი სეზონი იმუშავა ლოკომოტივის თავარსმნელად, შემდგომ უკვე ჯერ საქართველოს ახალგაზრდული 2021 წლიდან მოყოლებული კი ეროვნული ნაკრების თავარსმნელის თანაშემწეა და ნუ ისე წარმომადგენელი ფიგურა და საინტერესო რაღაცა წერს, რას მისი პიროვნების შტრიხს კარგად ახასიათებს. ადრე წერდა ის წლების წინ თქვა, მაგრამ აი ჩემი აზრით მაინც კარგად ჩემი მოგზაურობა იწყება იდეალური ჩემოდნით. 7 თავდაჯერებულობა, იტალიური დიზაინი, უკომპრომისო ხარისხი, შიგნით smart დეტალები, გარედან ალუმინი, რომელიც ყველაფერს უძლებს. არა, გეუბნები, ბრენდი, ტრენდია რა. ავიცი, ხიზარ ხო არ დადგა დრო რომ როგორც F-Signails ქონდა იმაში ბერეგის ავტომობილია ნეპარა უკაცრავად სიტის სლენგის ნეპარალი ზამახნუცა დრუზია მაიდა ხო არ დადგა დრო უფრო ზევით აწევის ა წარმოდები და ღერძელობა მინდა უსურვო რა ზურა უნიჭიერესი და ისე სერიოზულად მართლა მადლობაც გადაუხადოთ რომ დიდი მადლობა პირიქით მადლობა რიტორეს გაირბინა ხო კი გაირბინა აი ესე გაირბინა ერთი ხელის მოსმით რა მადლობა რიტორო ისე მაინც იმით დავამთავროთ შენთვის პირადად ჩელე უფრო დიდია თუ პელე ჩელე რა თქმა არა ეხა გაცინო პელეს დაბადების დღეც მოდის და ერთი თვით გადავაგდე როცა ჩელე მყავს რა დროს პელეა თითო მადლობა და ჩვენ სვენელს და მაყურებელს დღეს ამით დავემშვიდობებით. რა თქმა უნდა, ყველას გისურვებთ მშვიდობას, სასიამოვნო შაბათ-კვირის გატარებას, ჯანმრთელობას უპირველეს ყოვლისა და ყველას დიდი მადლობა ერთგულებისთვის, ყურადღებისთვის და მომავალ შაბათს კვლავ შევხვდებით. მადლობა დიდ. ღერძელად, გალბადონება და ბატონობა. დროებით შეხვედრამდე.